ჩვენ ვართ 1.5-ვარისვანი და ჩვენ მოვიარეთ ქუთაისში არსებული ყველა დარბაზი. დავტესტეთ და შევაფასეთ 5 კრიტერიუმით. ინვენტარი, სისუფთავე, საერთო ფართი გასახდელი და ფასი. თითოეული შევაფასეთ 10-ქულიანი სისტემით და მოვათავსეთ tier list-ში. დავიწყოთ. ჩემი პირველი შთაბეჭდილება რაღაცნაირად რაღაცნაირად კარგი აურა არის ამ დარბაზში რა. ნახე, გაახედე თითქოს ყველაფერი რაღაც ძველებური არის, მაგრამ ამ ყველაფერი რაღაც ახალი და ეს ყველაფერი ჩემი აზრით რაღაც ესთეტიკაში ჯდება და მართლა მომწონს აქაურობა რა. აი, რო შემოვიდი მესიამოვნ რა. სისუფთავე არის, ტრენაჟორები, რასაც თვალი გადავავით, ყველაფერი არის. მათ ხარისხზე და დეტალებზე უფრო დავტესტავთ ცოტას და მე გავამახვილებთ ყურადღებას. დანარჩენსაც გადავავლებთ თვალს. კარგი სივრცეები არის, იგულისხმება ეს, რომ სხვადასხვა სექციებად არის ასე ვთქვათ დაყოფილი ქვემოთ ძირითადი სავარჯიშო სივრცე, ზემოთ უბრალოდ გაწელვები, კარდიო ქრომითაც შეგიძლია აკეთო, ბოქსი, გარე სივრცე, სადაც კალათბურთის თამაშით შეგიძლია, ან უბრალოდ კალესთენიკით რაღაცა გააკეთო, ამიტომ მრავალფეროვანი არის ეს დარბაზი და მოცემულობისთვის ეგ ძალიან მოუწევს. დამბელებს რაც შეეხება 45 კილომდე, 50 კილომდე ზუსტად ვერ ვიპოვე ყველაზე დიდი, მაგრამ მთლიანობაში ძალიან კარგია. არის დელიფტის პლატფორმა, რომელიც ჩემთვის გასახარი ამბავი არის. არის თან ოლიმპიური წონები, რაც აგრეთვე ძალიან კარგია. პარალელურად მთელი დარბაზის წინა სივრცეზე გაშლი არის კარდიო მანქანები. დამატებითად მეორე სართულზეც არის, ამაზეც ვისაუბრებთ, მაგრამ პლუსი რაც არის, გამოვარჩევდი რამდენიმე საინტერესო კარდიოს მანქანას, რომელზეც ზემოთ ვისაუბრებთ. აქ შეგიძლიათ შეხედოთ საბას და მის უკან მდგომ Stairmasters, რომელიც აგრეთვე კარგი კარდიო მანქანა არის. გიორგი მთხოვა, რომ squad extension-ი გატესტე ძალიან კარგი არის, მაგრამ მე ვენდობი გიორგის და მჯერა რომ ძალიან კარგია. Avoiding leg day at any cost. აქ იმიტომ ვზივა, რომ წითელი ტყავის ისენი მევასება რა მანქანაში, წითელი ტყავის სალონით. აქ ხდება ერთი დიდი crossover-ი, რომელიც საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია, დეტალებზე დარეკეთ. აქ არსებული ინვენტარი, რაც შემიძლია თქვა, კონკრეტულად ამ სივრცეში არის უფრო ახალი, ვიდრე აი იქით წინა სივრცეებში. აქ არის რაღაც აერობიკის სივრცე და ნახოთ აბა. Oh damn. Wow, არა, ძალიან ესთეტიური და ყველგან ტურნიკი არის, просто შეხედე, აქაც ტურნიკები არის. მე ისეთი რა ძალისხმიერი ადამიანი ვარ და ამ სივრცეებში ნამყოფიარ ვარ და ახლა პატარა ბავშვი თვალიერებ ყველაფერს. ძალიან საინტერესო ნახე და მე რაღაც ვიგო. ნახე მძიმე ჯოხი. უყიდე ხელი რომ სიმძიმე. დაიგა. როდიში. ეს რა? მოდ დაიგა. კაი, ეგენი უკვე ეს არის, გეობები არის დანეთა. არ ჩამოვიცვა ხა. ეხა ავიდეთ ზევით, სადაც იწყება საინტერესო ნაწილი. გადმოვიდეთ მეორე სართულზე და აქ მე პირადად ძალიან რაც მომწონს არის სრულფასოვანი სკვატრეკი. გახედე ამაზე. ბოქსისტვისაც საკმაოდ დიდი სივრცე. დამატებით შეგიძლია პლაიომეტრიკები აკეთო, ნიშნავს რომ იმუშაო შენს სისხარტეზე, სისწრაფეზე და ექსპლოზივნეზე. დამატებითად აქ არის ის კარდიო ვარჯიში, რომელიც აღნიშნე, რომელიც ძალიან მოწონს და როგორ სრულდება ახლა, დაიგავ? დროჟბის მოქოქვის თემა არის მე. თქვენი აზრი მნიშვნელოვანია, დაასკანერე და მოგწერე. ჩვენ გეტყვით. მოწერე არ დავჭირდა. რაც შეეხება წონებს. სიმცირე ნამდვილად არის, მაგრამ ვინმესთვის მილიონში ერთში თუ არის რაღაცა პრობლემა, რომ სხვადასხვანაირი ტიპის წონები იყოს, არ ემთხვეოდეს ერთმანეთს ფორმით და ფერით და ასე შემდეგ. რავი, ეგ ძალიან ინდივიდუალური საკითხი არის, მაგრამ ობიექტურად წონები ბლომადაა. გადმოვინახოთ გარე სივრცეში, რომელიც არც ისე დიდი ხანი არ დამატებული ყოფილა და რაც ძალიან საკაიფოა, იმიტომ რომ თავშესაფრად შეგიძლია ითამაშო კალათბურთით, ციკით, კალესთენიკით და დაკავდე. დამატებით კიდევ აქვთ ურო. ეს ურო ძალიან მაგარი თემა არის, იმიტომ რომ გაბრაზებული თუ ხარ და ჯავრისყრა გინდა, შეგიძლია საბურავი ცემო და შენი გაისწორო. მოკლედ მე ძალიან მომეწონა აქაურობა, თავიდან ბოლომდე ის და სიამოვნებით ვივლიდი ამ დარბაზში. მესამე სართულზე უკვე შევდივართ გასახდელში. ის განათება რო ცოტა მაგარი განათება იყოს, აქ აი საფლექსავ ადგილი იქნება, მაგრამ ესე იგი, რაც შეეხება ახლა გასახდელს. ლამაზია, კომფორტულია, დიდია, 83 სათავსო არის. აქ ბიჭებმა მაგვიხსნეს კიდე რომ ეს საკეტების სისტემაც ძალიან კომფორტული არის. ვერ დავიმახსოვრე, მაგრამ ძალიან კაი რაღაცა არის. ხო, და რაც მომეწონა 008, 007 ეს არის ჭირის ფონტი. თვითონ სივრცეს რაც შეეხება, ვიტყოდი ერთადერთი ის არის, რომ იმდენად დიდი ფართობი არ არის აქ. 88-93 კაბინასთან შედარებით, ამ რაოდენობის ადამიანს აქ დატევა გაუჭირდება. პიკის საათი ცოტა გატევა გაჭირდება ჩემი აზრით. რაც შეეხება სააბაზაროს.
არის 1 2 3 4 5 და სველი წერტილი რაც ცოტაა პირდაპირ უნდა ვთქვათ მაგრამ არის ფართო და იზოლირებული და საკმაოდ კომფორტულად გამოიყურება შემიძლია თქვა რომ შეჯერებით ახლა სადაც ვიყავით ყველაზე მიმზიდველი სააბაზანოა თუმცა 5 ძალიან ცოტაა გალეოს ინვენტარში დაუწერდით 7.5 ქულას და არის როგორც ძველი ისევე ახალი ინვენტარიც, მაგრამ ბიჭებმა თქვეს რომ აპირებენ ინვენტარის განახლებას, თუმცა ამ ეტაპზე დაუწერთ 7.5 ქულას. სიზუფთავეში დაუწერთ 9.5 ქულას. არის ძალიან უმნიშვნელო დეტალები, რაზეც ყურადღების გამახვილება ალბათ არ ცხის, მაგრამ სწორედ აქედან გამომდინარე დაუწერთ დამსახურებულ 9.5 ქულას. საერთო ფართობში გალეოს დაუწერდით 900-ს, რადგან დარბაზი არის სიდით მეორე მთელს ქუთაისში და არის მულტიფუნქციური საკმაოდ. გასახდელს რაც შეეხება დაუწერთ 8.5 ქულას. უშუალოდ გამოსაცვლელი გარდერობები არის ძალიან მაგარი, ძალიან ბევრი. ხალხი წაკლდება ქულა, ეს არის აბანოების სიმცირე. ხოლო რაც შეეხება ფას, ერთვიანი ულიმიტო აბონემენტი ღირს 110 ლარი, სამწუხაროდ გალეოს არ აქვს სვიტპასი და გამომდინარე აქედან ჩვენ დაუწერდით 7.5 ქულას. გალეომ დააგროვა 42 ქულა, რაც მას ათავსებს 8 year-ში. სამწუხაროდ გოლდენში ხმები წაგვეშალა. დარბაზი არის საკმაოდ ნორმალური ზომის. გვხვდება საჭირო ინვენტარი, გამოყოფილია ბოქსის სივრცე, კარდიოს სივრცე, გვაქვს დამბელები 50 კილოგრამამდე. ინვენტარის ნაწილი საკმაოდ მოძველებულია, თუმცა გვხვდება ბევრი ძალიან კარგი ტრენაჟორი. აღსანიშნავია მეორე სართული, რაც დათმობილი არის ძირითადად კარდიო გაწელვებისთვის და მესამე სართული, რომელიც ჯერ კარგად ათვისებული არ არის. ერთს რასაც აღნიშნავდი არის, რომ დარბაზში არის ძალიან კარგი განათება. ფამფი არ აქვს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მაგარდანზე ვარ. მაგარზე რა წავა. გასახდელს რაც შეეხება, სიმიწვე არის, პატარა პიკის არის, ცოტა რთული იქნება 45-მდე არის კაბინა, რაც კარგი არის. თვითონ კაბინების როცა იმდენად დიდი არის, მაგრამ ეგ დიდი პრობლემა არა. აბანოების 3 არის, რაც ცოტა ობიექტურად, მაგრამ ის არის დადებით, რომ თავიდან ბოლომდე ცალკე გამოყოფილი სივრცე არის. კარის მოკეთება შეგიძლია და ცალკე ხარ. ეგ დადებითი მხარეა. არჩენ რავი, გაგრილება არის, ჩახოთულობა არ არის, საკეტების ყველაფერი ცოტა პატარა სათავსოებია, მაგრამ ნორმალურია რა, ერთ ისეთ. Golden Gym-ის ინვენტარს დაუწერთ 5 ქულას, არის ნორმალური რაოდენობით ინვენტარი, თუმცა უმეტესობა არის მოძველებული და სჭირდება ასე თუ ისე განახლება. სისუფთავეში დაუწერთ 6.5 ქულას, რადგან დარბაზს აკლია წესრიგი და ორგანიზებულობა. პირადად პირველი სართულის სისუფთავი და წესრიგი უფრო მეტად მომწონს, ვიდრე დანარჩენი ორის. საერთო ფარჩი დაუწერთ 7 ქულას, ძირითადად პირველი სართული არის ათვისებული, მომდევნო ორს შედარებით მეტი ყურადღება სჭირდება. გასახდელ სივრცეში დაუწერთ 6.5, რადგან არის პატარა სივრცე, არც დიდი რაოდენობით კაბინები და მხოლოდ 3 დუშკაბინი. ლიმიტო აბონემენტი ღირებულება არის 80 ლარი, რაც ძალიან კარგია. დაუწერთ 9 ქულას, თუმცა არ არის ფიტპასი და აქედან გამომდინარე ვერ დაუწერთ 10. Golden Gym-მა დააგროვა 34 ქულა და ეს ათავსებს მას City Year-ში. რაც შეეხება ტრენაჟერებს, ყველა ტრენაჟორი ახლები არის, არ ვიცი წელიწადი 2 წლის იქნება მაქსიმუმ, ძალიან ორლის მდგომარეობაში არის. ყველაფერი არის იმისთვის, რომ კომფორტულად კარგად ივარჩიო, კარდიო სივრცეს რაც შეეხება, აქეთ ფანჯრების გასწვრივ განლაგებული არის, რავი, ალბათ 15-მდე სარბენი ბილიკი, იქით თავისუფლად სარბენი ბილიკი იგულისხმება, რომ ცისტრაფის დაყენება ზედ არ გჭირდება და ისე დარბიხარ, ელიფტიკლები, სტეირმასტერი და აი ეს არის კონკრეტული ტრენაჟორი, რომელიც ყველაზე მეტად მოწონს გვერდითა დელტისთვის, მირჩევნია თავისუფალი წონით კეთებასაც და ტრენაჟორში მუშაობასაც. სრულდება შემდეგნაირად. არის ორი თავისუფალი ბენჩი, თუ არცები ორნაირი quad extension-ი არის, არა, ერთი quad extension-ი არის. ბარძაკის ბიცეპსისთვის არის ორი სხვადასხვანაირი მანქანა, იქით ჰიპერ ექსტენზები, ანუ ობიექტურად ყველაფერი არის. ვფიქრობ, აღსანიშნავია ოლიმპიური წონების სიუხვე. აქაც იქით დედლიფტის პლატფორმისკენაც ძალიან ბევრი არის, რაც მე სხვა დარბაზებში არ შემოხვედრია სიმართლე ვთქვა. სისუფთავეც მომწონს, ყველაფერი კარგად გამოიყურება. სივრცეზე მინდა გავანახვილო ყურადღება, ვფიქრობ, კარდიოს, გაწელვების და აერობიკის სივრცეს შედარებით დიდი ადგილი უჭირავს და უშუალოდ ტრენაჟორების და სავარჯიშო სივრცე შედარებით დაჩაგრული არის, იმიტომ რომ ეს რასაც ხედავთ, შუაში არის მოქცეული და ვფიქრობ, პიკის საათში შედარებით არაკომფორტული იქნება აქ უშუალოდ ვარჯიში. აერობიკისთვის ცალკე ოთახი არის გამოყოფილი, ცალკე სივრცე არის, საკმაოდ დიდი. აერობიკას ვინც აკეთებს, ალბათ კაი თემა. და უნიკალური ბონუსი არის ამ დარბაზის ის, რომ ბუნებრივი განათება თუ დღის საათებში ხარ მოსული, როდესაც სინათლე კარგად შემოდის აქედან.
ყველაზე მაგარ ტანზე გაჩენს, რაც კი გამოცდილება მქონია. ამფის არარსებობის მიუხედავად, მაინც ასე თუ ისე გაფიქრებიოსა ცოტა ნორმალურ ტანზე ხარ. რაც პლუსი არის ყველა დარბაზის. ახლა განმარტებით უნდა ეთქოს, რომ 110 კილო ვარ და პრესი არ მაქვს, მაგრამ აქ პრესი მაქვს, ნახეთ. ანუ ამას პრესი იმდენად არ ქვია, მაგრამ ის ფაქტი, რომ აქ მაინც არის რაღაცა, უკვე საინტერესოა. შეძლების დაგვარა. გადავედით გასახდელზე. თავისი სივრცის. სივრცე როგორც ახთი არის ძალიან დიდი, პლუს დამატებით არის ცალკეული კაბინა, 106 ცალი, რაც დიდი კომფორტია, სავარაუდოდ პიკის საათში. თავისუფლად შეიძლება ცარიელი თავისუფალი იპოვო და გამოიცვალო, მაგრამ მინუსად რასაც აღნიშნავდა, ეს აუცილებლად სათქმელი არ და სასრული არ თუ დარბაზმა ეს გააკეთოს. კაბინების გაკეთვა არის შეუძლებელი მოცემული მომენტისთვის. არ შეიძლება ამისი გაკონტროლება. ეს რომ მოგვარდება, იქნება ძალიან კარგად და სკაუს თავისუფალი კაბინები, რომლებიც არის, რომელიც შესაკეთებელი არის, უბრალოდ რომ შეკეთეს. დანარჩენის მხრივ ეს არის ძალიან კარგი და კომფორტული გასახდელი. საკმაოდ ვრცელია, ნახე, გამოყავი ბარემიცო. ნაკაურობა საკმაოდ გასახდელდურად გამოიყურება. მე ამ გასახდელში გამოვიცვლიდი. გამოვიცვლიდი. ხდება 6 სველი წერტილი, რაც ნორმალურია. ერთი შეხედვითაც კომფორტულად გამოიყურება. ნუ ერთ-ერთი რაც არ მომწონს, ცოტა უბიარი მოდებული კედლებზე. ეგ არ ვიცი რამდენად გამოსწორებადია, მაგრამ ნუ ერთიანობაში საკმაოდ ნორმალურია აკაურობა შემიძლია თქვა. ინვენტარში წერთ 8 ქულას, არის ახალი ინვენტარი, კარგი ინვენტარი, თუმცა არის ინვენტარის სიმცირე. სისუფთავეში წერთ 10 ქულას, რადგან ყველაფერი ძალიან მოწესრიგებულია. საერთო ფარჩი დავწერთ 7 ქულას, არის საკმაოდ ნორმალური სივრცე, არის უშუალოდ სავარჯიშო ტრენაჟორების სივრცე არის შედარებით მცირე. გასახდელში წერთ 800, რადგან მიუხედავად იმის, რომ გასახდელის სივრცე არის დიდი რაოდენობით კაბინები და დუშკაბინები, სათავსოები არის შესაკეთებელი და აგრეთვე სააბაზონის კედლები არის გასანახლებელი. ერთვიანი ულიმიტო ღირს 120 ლარი, ანალოგიურად დავუწერთ 6.5 ქულას, მოქმედებს სპიდპასი, შესაბამისად ჯამში დავუწერთ 7.5 ქულას. ფიტფაქტორის საბოლოო ქულა არის 40.5, რაც მას ათავსებს 8 year-ში. პირველად შემიძლია თქვა, ამ დარბაზში ნამყოფი თუ არა ხარ, რო შემოხვალ, შეიძლება დაიკარგო. აი, უზარმაზარი სივრცე არის, რო წარმოვიდგინოთ, აი სტანდარტული 5-სართულიანი სახლი, აი მთელი მეხუთე სართულზე რო იყოს გაშენებული, გამოყენებული სადარბაზო სივრცე. სიცოცხლეც შემოსვლისთანავე იგრძნობა, რავი, მე არ მოხვედრია თვალს შაიმ გაუწმინდავი. ხო, კონკრეტულად სიცოცხლეს რაც შეეხება, არის ის, რომ ზუსტად ვიცი მათი პოსტებიდანაც, რომ ხშირ შემთხვევაში ლოგისტიკას შეიძლება მინუსი იყოს, ლოგისტიკის პლუსი, როგორც მისთვის იქნება სასურველი ისე აღიქواس. ხშირ შემთხვევაში კვირაში ერთი დღე ეს დარბაზი არის ხოლმე დაკეტილი. იმისეს რომ utardeba სრული ქიმწვენდა. ძალიან დიდი კარდიო სივრცეა, 30-მდე სარბენი ბილიკი გია, ალბათ მაინც. აქეთ ხარ ეს კიდე ცალკე სპრინტერები დგას, მოკლედ ყველანაირი კომფორტი არის იმისთვის, რომ კარდიო აკეთო. ნუ მე არ ვაკეთებ კარდიოს, მაგრამ ვინც აკეთებს, შეგიძლიათ კარდიო აკეთოთ მშვიდად, იმიტომ რომ არავინ არ დაგახდებათ თავზე. რაც შეეხება თვითონ ტრენაჟორებს და მათ რაოდენობას, აი ვიტყვი რომ პიკის საათშიც რომ მოხვიდეს საღამოს გადატვირთულ დარბაზში, ყველაფერი არის იმისთვის რომ მაინც თავისუფლად ივარჯიშო არ მოგწევს დიდი ხანიც და წონებს რაც შეეხება გადავხედე ყველგან დიდი რაოდენობით არის. სივრცე ხო ცალკე ძალიან დიდი არის, ისე რომ არ შეეხლო ადამიანს სხვა. ცალკე სივრცე არის, რომ შეიძლება უბრალოდ ბოქსისთვის გაწელვები გააკეთოთ, ელიფტის პლატფორმა არის და დამბელების სივრცე ცალკე, ამიტომ რეალურად სიმჭიდროვე აქ არ არის და თავისუფლად ივარჯიშებ დღის ნებისმიერ საათში. ცალკე მარტო 2 crossover-ის აპარატი დგას, 2 სმიტი. იქ კიდე მესამე crossover-ი არის, თავისი პლავჭიდის მაგალითად და ეს კუთხე მოწყობილია ცალკე პლავჭიდისთვის. ვინც პლავჭიდზე ვარჯიშობ, ამ ხრივად საკმაოდ დიდი კომფორტია. განტელებიც 2 სექციად არის დაყოფილი, ორივეზე 50 კილომდე ადის, რაც ძალიან მაგარია. ტრენაჟორებზე მე მგონი თქვით უკვე რომ უამრავი ინვენტარია, ფანტაზიის უნარი თუ გაქვთ, შეგიძლიათ თითოეულ ალბათ 100 სხვადასხვა მეთოდით ავარჯიშოთ. აგრეთვე ამ დარბაზში არის რამდენიმე საინტერესო ტრენაჟორი, აი ეს არის ერთ-ერთი, რომელსაც გამოვარჩევდი, არცად არ შემხვედრია და საკმაოდ საინტერესო და კომფორტულიც არის. აი ეს არის ფეხის ბლოკი, რომელშიც შეგიძლია ისე იმუშაო, რომ მეტი დატვირთვა გააკეთო წელზე. და აგრეთვე გამოვარჩევდი აი ამ კერდის მანქანას, რომელზეც შეგიძლია ჩვეულებრივად დახრა შეცვალო. და ძალიან დიდი პლუსი აქვს ის, რომ ცალხელზე შეგიძლია იმუშაო და აქვს ფიქსირებული სმიტის პოზიცია, რომელიც კიდევ უფრო გეხმარება, რომ სტაბილურად ამუშაო შენი კუნდი. ძალიან უცნაური ტრენაჟორია, რომელიც თითქმის არცად სხვაგან არ შემხვედრია და ძალიან საკაიფო. კიდევ ისე აღნიშნოთ შემიძლია გასახდელშიც და მთელ სივრცეშიც გადანაწილებულია ყველგან კონდიციონერები, ესეთი
აპარატები, სასიამოვნო ერთიანი ტენიანობა დგას მთელ დარბაზში. რაც შეეხება გასახდელს, ეს არის ძალიან კარგი გასახდელი და რამდენიმე მიზეზი. პირველ რიგში დამატებითი პლუსი რაც არის აქაურებს, ეს არის საუნა, არის კარგი განათება, კომფორტული ძალიან საბაზანოები, პლუს ამას ორი ცალკეული სივრცე იმისთვის, რომ პირი მოიბანო მოწესრიგდე და დამატებით დაახლოებით 60-ან 30 გასახდელი ცალკე კაბინები. სივრცეც ძალიან დიდია, ნორმალური, მაგრამ დარბაზის ზომასთან შეფარდებაში აქ იმდენი ხალხი იგვის, რომ შეიძლება მაინც გაუჭირდეს, მაგრამ ზოგადად ეს ცალკეულად აღებული გასახდელი ძალიან კარგია მომწონს. ინვენტარში ვწერთ 9.5 არის აბსოლუტურად ყველაფერი, მაგრამ მაინც რაღაც დეტალებია, რაც გულს აკლია. საერთო ფარჩი ვწერთ 10 ქულას, ქუთაისში ყველაზე დიდი დარბაზია და იმსახურებს. სისუფთავეშიც ვწერთ 10 ქულას, რადგან დარბაზი არის სრულიად მოწესრიგებული. გასახდელში დავწერთ 9.5 ქულას, არის საკმაოდ მოწესრიგებული, არის ნორმალური რაოდენობით სათავსოები, აბანოები და პლუს გვაქვს საუნა, რაც სხვა დარბაზებში არ გვხვდება. ერთიანი ულიმიტო აბონემენტი ღირს 120 ლარი, ამის გამო ვუწერთ როგორც სხვა დარბაზებს 6.5 ქულას, მაგრამ აქვთ ფიტპასი, შესაბამისად ერთი ბონუს ქულა და 7.5. ფიქსარიან დააგროვა 46.5 ქულა, რაც მას ათავსებს S ტირში. დამატებითად ვიტყოდ იმასაც, რომ სხვადასხვა დარბაზებში, რომლებშიც ვიყავით, იყო დამატებითი ფუნქციები, როგორც არის მასაჟი, იოგა, აერობიკა. უბრალოდ ეს ყველაფერი არ შედიოდა დარბაზის პირდაპირ ღირებულებაში, არის ცალკეული კლასები, ასე რომ დავარქვათ, წრეები, ასე რომ არ გაგვითვალისწინებიან ქულების შეტანის დროს. საკმაოდ შრომატევადი ვიდეო გამოგვივიდა. წესით უკვე ამ ვიდეოთ დავიდეთ 1000 გამომწერზე. თუ მოგეწონათ აუცილებლად გამოგვიწერეთ, დაგვიკომენტარეთ თქვენ რომელ დარბაზებში ვარჯიშობთ და გვადევნოთ თვალით. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე.